მერე როდესაც საქმე ღვთისგანგებულებამ კულმინაციას მიაღწია და მოახლოვდა ის რაღაც იადი შეხედე ღვთისთაგონებით რამხელა საფრთხო ძალა გამოავლიდეს იოაკიმე წავიდა და 40 დღე ღამე მხოლოდ ლოცვაში გაატარა და საჭმელი და სასმელი არ მიიღო ანა კი ადგა და გაეშურა და მთელი ისრაელი მოიარა იმის გასარკვევად თუ ვინმე ჩემზე ცოდვილი არის ისრაელშიო რომელსაც ჩემსავით უშვილობა დაანაფლა ღმერთმა შეხედე ორივე იყვნენ თვითგვემაში და თავის თავს ადანაშაულებდნენ როგორც ცოდვილებს ასე შერაცხავდნენ თავის თავს და აი ასე ლოცვით, ასე სიმძლავრით, ასე მორჩილებით, ასე სიყვარულით, ასე საფრთხოდ რო წარემართნენ, მთელი ცხოვრების მანძილზე მიიღეს ნაყოფი კიდევაც. ამინ. ამინ. ეხლა პირდაპირ გეტყვით პირადად ჩემს შეხედულებას ამის შესახებ. ანუ უბრალოდ რაც საქართველოში ყოველთვის იყო ქართველი კაცი საქართველოში იყო რჯულს შემწყარებლობა. ესე იგი ჩვენ სხვა რჯულის ადამიანებს და სხვა რჯულს არ დემიდით და არ ვარისკებდით. ანამედ იყო სრული აი შემსნარებლობა უმიერება იყვნენ რა ვქნა ძალადობა არ შეიძლება ძალადობა დააქრისტიანდება ძალადობა მოაქცია ხმლით ამის გაკეთება არ შეიძლება ეს უნდა გააკეთო სიყვარულით და მიბაძვით მე რო ქრისტიანი ვარ მე ისე უნდა ქრისტიანობით აი ამ საფრთხო წარმართებით ისე უნდა გავბედნიერდე ისე უნდა წარმოუჩნდე რომ ისინი მე შემომნატროდნენ და კაცო ვინაა ეს კაცი ასეთი ბედნიერი როა ასეთი კარგი როა ასეთი საყვარელი როა ვინ არის არ ვიცი მაგრამ ქრისტიანი როა მართლმადიდებლიას კი ვიცი ვაი მეც უნდა გავხდე მართლმადიდებელი აი ეს უნდა ახერხოს ადამიანს აი მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების წესის ყურებით ხო მართალია ასე ჯობია ეხლა ხელმადელი მდგომარეობა ასე არის მართლა სოფლიო მასშტაბით დიდი ცვლები ხდება რაღაც დიდი ცვლები ხდება რაღაც დიდი ახლოვდება და რაღაც დიდ აღსასრული მდგება ამჯერად ეს ამას ვერ უარყოფს ვერა ფარსაჩი და აი ამ დროს სწორედ ეს იმითი ჩანს რომ ხდება დიდი დაპირისპირება ნათლის და ბნელის ზენასი და ქვენასი და შეხედეთ გაგახსენებთ ერთ რამეს როდესაც ღმერთი კაცობრიობას უზენაეს სწავლებას აძლევდა მოსეს მეშვეობით რომელიც სინავს თავზე ავიდა 40 დღე ღმერთთან ურთიერთობაში იყო მოსე და მას ეძლეოდა ცნებები საფრთხო უმაღლესი წმიდესი და უფაქიზესი და უსაყვარლესი ცნებები ესე იგი ღმერთი უზენაეს გვაწვდიდა და თანაც აწვდიდა რჩეულებს ებრაელებს და დახეთ საოცრებას
იმ დროს, როდესაც ეს დიადი და უდიადესი აღესრულებოდა. უდიადესი სწავლება, უდიადესი ნათელი. ქვაზე იყო დაწერილი, ქვაზე დაწერილი, გვეძლეოდა ამ დროს, ამ პროცესში იქვე თიზირში ეს საფრთხე ერი საშინელს ათის ხარდასემას მიეცა და აღრევას მიეცა სიტყვა მინდა თქვა განსაკუთრებულად რადგანაც ამითი მერე უპასუხეთ იმ შეკითხვას აღრევა იცით რა არის აღრევა ეს არის ვაკხანალია ეს არის უძველესი დაცემის გამოხატულება როდესაც აი ხდებოდა იმ რაღაცა ბნელი ძალის დამორჩილება ხალხისაგან დაიწვებოდნენ ყველანი და მერე დამთვალები ეძლეოდნენ აღრევას ანუ შეეყოფოდნენ ერთმანეთს ოღონდ არ იყო გარჩევაი დედაშვილისა და ცოლისა და დაძმისა და ქალისა თუ კაცისა სასიზღვრესი იყო ეს დაცემა და აღრევა აი ამ აღრევას მსგავს აღრევას ოღონდ უკვე სულიერ დონეზე გთავაზობს აი ესე ლამაზად დათაფლულად შემოყვანილი ეკუმენიზმი მართლმადიდებლობა არის სამეუფო გზა ზენაგზა აი ჩვენ უნდა ვადიდოთ ჩვენს გზას გზა უნდა ვადიდოთ ჩვენ განვადიდოთ ჩვენ მართლმადიდებლობა საზრუნველობა უნდა განვადიდოთ მაგრამ ჩვენი თავი არ უნდა განვადიდოთ უნდა დავიცვა ჩვენი საზრუნველობა უნდა განვამტკიცოთ ჩვენი საზრუნველობა ეკუმენიზმი არ გვინდა რადგანაც იქ სასწურებია მატერიალური კეთილდღეობა, აი გადაადგილება და გადმოადგილება. აი თუ შეხვარ მაგ საზოგადოებაში, მივნებები გექნება აფრიკაში, ამერიკაში, ეგვიპტეში, სადაც კიდე აფრინდები, გამოფრინდები დაგაფინანსებენ და იქვე მერე ერთობლივ ლოცვაში ჩაგრთავენ. ხო და ხან უკვე შესული ხარ იმ ორგანიზაციაში, მოვა ახლა შენთან სატანის მსახურს და გეტყვით, მოდი ახლა მე და შენ ვილოცოთ. აი ეკუმენური წესით და რიგით მე და შენ ვადიდოს, ვივადიდოთ, შევისადიდებ. მე ჩემს ბატონს ვადიდებ იქვესმელის მეუფეს. შენ ვისადიდებ. მე ერთი მყავს მაღალი. აბა ჰე, ერთად მაშეწყმოთ. ვადიდოთ. როგორ გამოგვიგვართ მაშეწყობა? ერთად ის რო დავინახო, მე იმას ხირბილმა ჩაუნდრიო. მე იმას თვალები და დავხარო. რადგანაც ის მოდის და ნიბღალავს ის მინდერებს. როგორ უნდა გამოვიგერიო ის და იმასთან ერთად მე ხორუმი ვიცებო? ვიგალობო? საკუთრებაში შევიყვანო? ქრისტეს დევნები დაუშვათ აი რასელის ანდა სექტანტი მღვდლობის უარყოფელები არიან და მათთან ერთად გავერთიანე მღვდლობას ვინც უარყოფს ის უარყოფს იმ უპირველეს უზენაეს მღვდელს ქრისტე ხო მღვდელია პირველი მღვდელი ის არის ხო კარგად გიპასუხე ზუსტად გიპასუხე